მოგესალმებით. როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, ამჟამად თეთრი კვადრატის გუნდი დედაქალაქშია, ისევ განვაგრძობთ კინემატოგრაფის მნიშვნელოვან წახნაგებზე საუბარს. დღევანდელ გადაცემას ბევრი ლაიტმოტივი ექნება, რადგან ჩვენი სტუმარი არის საინტერესო ქალბატონი, რომლის შემოქმედებას ნიშანდობლივი ნიშა უკავია ქართულ კინემატოგრაფში. რეჟისორი, სცენარისტი ნანა ჯანელიძე არის ჩვენი სტუმარი და თან მასპინძელი. მოგესალმებით ქალბატონო ნანა. უღრმესი მადლობა რომ გვასპინძლობთ თქვენს მშვენიერ სახლში და ვისაუბროთ ბევრ ნიშანდობლივ საკითხზე. პირველ რიგში აქცენტი გავაკეთოთ თქვენს ბოლო ნამუშევარზე იარე ლიზა, რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ხომ, გამოხმაურება იყო საკმაოდ მძაფრი. ადამიანების რაღაც ნაწილი ამბობდა, რომ ეს ძალიან სათუთი თემა არის და რაღაც გარკვეული ეპიზოდები იყო მიუღებელი, რაღაც ნაწილისთვის კი აბსოლუტურად მისაღები იყო ყველაფერი. ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ომი კინოში ამ თემაზე, აქ არის ყოველთვის პარადოქსი. აი, მაგალითად, კუბრიკი თვლიდა, რომ ნებისმიერი ფილმი ომის შესახებ ეს არის რომანტიზება ომის. თუმცა არსებობენ რეჟისორები, რომლებიც ამბობენ, რომ იმიტომ ვიღებ ომს, რომ პირიქით მინდა, რომ ანტიმილიტარისტური გზავნილი და პაციფისტური გზავნილი გავაგზავნო მაყურებელთან. რა იყო თქვენი მთავარი ნარატივი და თქვენი მთავარი გზავნილი აი ამ ფილმით? გამარჯობათ, ძალიან სასიამოვნოა მესტუმრეთ და საერთოდ მინდა ამ გადაცემას რაღაცა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ დღეს საქართველოში სამწუხაროდ ერთადერთი გადაცემა, რომელიც კინოს ეხება. მით უმეტეს, რომ საქართველოში კინო ძალიან პოპულარულია და ძალიან საყვარელი დარგი არის და დღემდე ყველა მიწის მსახიობი, რეჟისორი, ფილმები ახსოვთ, მუსიკა ახსოვთ, ასე რომ დიდი მადლობა, რომ თქვენ არ შეწყვეტეთ ეს თქვენი გადაცემა და ძალიან მიხარია, რომ მოგწანდით ჩემთან. რაც შეეხება იარე ლიზას. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ინერციაში. ინერციაში, რომ ეს არის შავი, ეს არის თეთრი. და არასოდეს არ გვინდა, რომ გავიზიაროთ სხვა პოზიცია, არა მარტო ის, რაც ჩვენ გვაქვს. სხვა ადამიანი, სხვისი ტკივილი, მტრის ტკივილი, მტერიც შეიძლება იყოს ადამიანი, არა? და მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება აფხაზეთს, რომელიც, ჩვენ ასე ვიყავით გაზრდილები, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ერთი დიდი ქვეყანა, დიდი პატივისცემით, იმიტომ რომ მე მახსოვს, თქვა ბაბუაჩები მეგრელი იყო და რა პატივისცემით საუბრობდა თავის აფხაზ ტოლებზე და მეგობრებზე. ამიტომ ჩვენ დავკარგეთ, მე მგონი ეს განცდა, რომ ეს ვართ ჩვენ და არა ჩვენ და ისინი. ალბათ იმათაც დაკარგეს, დარწმუნებული ვარ და თუ ჩვენ განვიხილავთ ამ ქვეყანას, როგორც ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ერთნაირად მობიერნი და ალბათ ფრთხილები უნდა ვიყოთ როგორც ჩვენი თავის მიმართ, ასევე მათ მიმართ. და ვეცადოთ რომ გავერკვიოთ მაინც სიმართლეში, იმიტომ რომ როდესაც კი რაღაცა ჭეშმარიტების კუნძულზე დადგები, ადვილია მე ყველაფერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ იმათაც ეთქენათ, იმათაც დაკარგეს. იმათაც ოჯახებში ყავდათ 1, 2 და ხანდახან მეტი მიცვალებულები. ანუ რაღაცა მომენტში მე მივხვდი, რომ ორივე მხარე არის მსხვერპლი. დაქოქილი ომის, ეს იყო დაქოქილი არის გარედან გარსმოხვეული ომი და ორივე ქვეყანა, ორივე ერი აღმოჩნდა მსხვერპლი აი ამ პოლიტიკური მანიპულაციების. ჩვენ კარგახანს ამას რატომაც არ ვეხებოდით, არ გვინდოდა ამაზე დაფიქრება და როგორც კი ამ პერსპექტივით განსაკუთრებით. არასოდეს, ხო. ცოტა მივეჩვიეთ მარტო საკუთარ თავზე ფიქრს, თუმცა ეს ძალიან უცხოარი ქართული კულტურისთვის, მით უმეტეს, როდესაც გაქვს ისეთი შედევრი, როგორც არის ვეფხის და მოყმის ბალადა, ხო, რომელიც ზუსტად ამაზე ლაპარაკობს, რომ ესე იგი ადამიანის დედა, ვეფხის დედასთან მიდის მისასამძიმებლად, იმიტომ ორივე მშვილი დაკარგა. მტრის დედასთან მიდის. ლაიტმოტივი არის კიდეც ფილმში. ჩვენი ფილმის ლეიტმოტივიც ეს არის. და აი ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ უამრავმა ადამიანმა პირიქით ძალიან დიდი მადლიერებით მიიღო ეს ფილმი, მათ შორის დევნილებმაც. ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ 30 წელი ამას რაღაცნაირად ასე ფუფხი გადავაფარეთ, არ დავფიქრდით და მხოლოდ აი ამ რაღაცა სადღეგრძელოსავით სიტყვებს ვიძახით, რომ ესენი ჩვენი ძმები არიან, მოკლედ რაღაცა ცოტა გაცვეთილ ზნეობრივ კატეგორიებში დავიწყეთ ცხოვრება და ამ დროს თუ არ შეხედე შენ თავს სარკეში, ირუთნელად თუ არ აღნუსხე რა დააშავე და რა არა, ვერასოდეს ნაბიჯს წინ არ გადადგამ.
და ეს ფილმი საერთოდ მე ვფიქრობდი, რომ არის მომავლისთვის. მე არ მქონდა მიზნად, რომ დამეწყო ჩხრეკა და ჩხირკედელაობა, ვინ რა დააშავა. ეს არის პროკურატურის საქმე, ეს არის გამოძიების, ეს არის კიდევ რაღაცა სხვა ორგანიზაციების, მაგრამ ვერასოდეს ეს ვერ გავაკეთეთ და ვერ გავაკეთეთ. და ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა და შემდეგ უკვე სახელმწიფოც დახვევა ამას და გაბედავს. და მაშინ მახსოვს, რომ მე და ლია ტოკლიკიშვილი ვამბობთ, რომ ეხლა ჩვენ ცეცხლს ჩვენ თავზე ვიღებდით. ეს იყო პირდაპირ ცეცხლი, რომელიც ჩვენზე წამოვიდა. მაგრამ ჩვენ ეს ვიცოდით წინასწარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის ძალიან მწარე არის და არ გინდა, რომ ის დაინახო და დაუჯერო. იმიტომ რომ ყოველთვის გინდა, რომ შენ იყო ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე გულკეთილი და ეს ასე არ არის. და თუ გინდა, რომ წინ წახვიდე, უნდა გეყოს ამის გამბედაობა. წინასწარ კონტენტ ამისთვის მსაუბრობა ალბათ. გასაკვირველია. ვიცოდით, რომ ძალიან ფაქის თემას. ძალიან ფაქისი არის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ დაგვეკარგა ეს სიფრთხილე ორივე მხარის მიმართ. მარტო ორივე არ იქ რუსი ბაბულა არის, რომელიც ასევე ადამიანი, ანუ ადამიანი ყველაში ცხოვრობს. თავარი ის დავინახოთ. მე მახსოვს არაჩვეულებრივი სიტყვები იყო ჰიუგოსი, რომელიც ძალიან შთამაგონა, რომ ეს რევოლუციაზე წერდა 93 წელს. და ასეთი ფრაზა აქვს, რომ რევოლუცია ყველაზე უფრო მაღალია, მაგრამ მასზე უფრო მაღალი არის ადამიანობა, ხო? და თუ დავკარგეთ ადამიანი, ჩვენ თავში, მტერშიც არის ადამიანი, მაშინ ჩვენ გავხდებით ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი და მე მგონია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ დავრჩეთ ადამიანებად. ემოციური ინტელექტი შევინარჩუნოთ. საინტერესო ფორმატი აქვს ფილმს, ერთგვარი ჰიბრიდული ნამუშევარია, ანიმაციის და კინემატოგრაფის სინთეზია. ვინ იმუშავა ანიმაციაზე? საინტერესოა, ეს არის ყველაზე მძაფრი ეპიზოდი ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის, უღელტეხილის გზა, ადამიანები გადიან ამ მძიმე გზას და ეს ყველაფერი არის აღწერილი ვიზუალურად ანიმაციით, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს მარტივი ჩანს, თუმცა ბუნებრივი ანიმაციის მიღმა ძალიან დიდი შრომა იმალება და ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ კიდეც ჩვენს მაყურებელს ცოტა ხნის წინ, რომ გგონია რომ ეს არის ბავშვთა თავშესაქცევი ფორმატი, რეალურად კი ეს არის ჩვეულებრივი აუდიოვიზუალური ხელოვნება, ძალიან მნიშვნელოვანი მედიუმი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ბავშვებისთვის და ამის საშუალებით რეჟისორმა შეიძლება ძალიან მძიმე სათქმელი თქვას, როგორც ამ შემთხვევაში ომს და აი ამ მძიმე გზას გამოხატავს. იცით რა, ომის საშინელება იმდენად საზარელია, რომ მე თვითონ ვამბობდი, რომ ეს რო გადავიღოთ, მე ამ ფილმს არ შევხედავ. და ეს უკვე რაღაცა ძალიან დიდ განსიტვას იწვევდა ჩემში. მან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს დღიურები, ნამდვილი დღიურები, რომლებიც ჰქონდა და რომელთაც ჰქონდათ საოცარი ამაღლებული განწყობა, ეს რაღაც უცნაური, რა დიდ ტრაგედიას თანდებს ხოლმე გრძნობათა რაღაცა გარკვეული ამაღლება. ეხლა თუნდაც მე ეხლა მიკვირს ეს ახალგაზრდა ადამიანები, ვინც ეხლა სინდისის პატიმრებს ვუძახეთ ჩვენ, როგორ სიტყვებს ამბობენ ამ სასამართლოს, ეს არის რაღაცა კეთილშობილების, ამაღლებული განცდის, სამშობლო სიყვარულის ეტალონი. და ვფიქრობ, როდის ჩაინერგა ეს მათში, ან მათი მშობლები. და რისი თქმა მინდა, რომ აი ეს ომის დღიურებს რომ ვკითხულობდით, ეს იყო საოცარი ამაღლებული, აი როგორ ვთქვა, ნარატივი. და მე ეს არ ვიცოდი არაფერი და ვფიქრობდი, რომ ეს სიტყვები უნდა გაიგონოს ყველა. ეს გურამოდი შარიას ნარატივია. მარტო გურამის არ არის, უამრავი არის, არის მონაზონი, არის ჯარისკაცი, ყველა არის, აფხაზი მწერლები, აფხაზი პოეტები და მათ ყველას ქონდა ესეთი დამოკიდებულება. და ეს სიტყვა უნდა გაჟღერებულიყო, მაგრამ ამ სიტყვის გადაღება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ საშინელ განსიტვას გამოიწვევდა. და მივხვდი, რომ უნდა გავაკეთოთ ანიმაცია, რომელიც იქნებოდა თითქოს და დღიურის ფორმაში, ანუ ჩანახატები, რომელიც იქნება იქვე და ცოტა ბავშვური, ცოტა ისეთი რაღაცა უცებ გაკეთებული სკეჩებივით არის. ცოტა, ნუ მე გოგისთან რომ მივედი, გოგი მიქელაძე არის ამის ყველაფრის ავტორი. ამ ესკიზების. ვუთხარი, რომ მინდა ფაქტიურად აი ბრეიგელის მაგვარი მონახაზი, რომ ამ ანიმაციაში თავისი წვლილი შეიტანოს მუნკმა, გოიამ, ბრეიგელმა, ანუ ყველა დიდი მხატვარი, ვინც ძალადობაზე და ადამიანის ტრაგედიაზე ქმნიდა თავის ნაწარმოებს, მათი რაღაცა მათგან ავიღებ თითქოს ესტაფეტა და ნუ გოგი მე მგონი რაღაცა აი სრულად უნიკალური ნამუშევარი შექმნა ეს ესკიზები, თუმცა შემდეგ ეს განახორციელა ქართულმა გუნდმა, ეს იყო მარიამ კანდელაკი
ოჯახს ვთხოვე მე დახმარება, იმიტომ რომ მანამდე ფრანგებთან ვიყავით შეთანხმებულები, ძალიან იყვნენ მონდომებულები, მაგრამ მითხრეს რომ 2 წელიწადი დასჭირდებოდა ამაზე და რაღაცა საზარელი თანხა მითხრეს, რომელიც თვითონ უნდა ეშოვნა და ვერ მოახერხეს ეს და აი მარიამი აღმოჩნდა ჩემი მშველელი, მან ქართველი სტუდენტებისგან შეკრიბა გუნდი, ნუ 2 დიდი გამოცდილი ისიც ყავდა ანიმატორი, მხატვარი ეს იყო ნანა სამანიშვილი და ხატნა ტატუნაშვილი და აი გოგის ესკიზებით ამ პატარა გუნდმა, ძალიან პატარა გუნდი იყო, 11 ადამიანი იყო სულ. გააცოცხლეს გონი 23 წუთია და ეს თუმცა ძალიან ბევრი არის ანიმაციისთვის, ხო, ძალიან დიდი ის არის და აი მათ მისცეს ამ ფორმას, აი თან სიმსუბუქე და თან სიმძაფრეც შეინარჩუნეს. მე კი ისევ ვერ ავდიოდი იმ თვითფრინავზე. ისევ დღიურს ვთხოვდი. ბატონი გოგი ვახსენეთ, რომელიც თეთრი კვადრატის მასპინძელი იყო გასულ კვირას, ვისაუბრეთ მონანიებაზე, რომლის მხატვრობაც ასევე იყო ინსპირირებული ბრეიგელის ნამუშევრებით და ფერთა გამით. მოდით ვისაუბროთ მონანიებაზე, თქვენ ხართ სცენარის თანაავტორი. სცენარი დაიწერა მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო საბჭოთა კავშირი. ფილმის მთავარი ნარატივი არის ტოტალიტარიზმის გამოაშკარავება. აცნობიერებდით თუ არა გარკვეულ რისკებს, იყო თუ არა რაღაც საფრთხის შეგრძნება, თუ აბსოლუტურად თამამად იმუშავეთ აი ამ სცენარს და ზოგადად თელ ფილმზე. რას უკვე იყო საფრთხის შეგრძნება კი არა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ფილმს ვიღებთ თაროსთვის. ეს იყო მაშინ ასეთი ტერმინი, რომ თაროზე შემოვიდნენ. მაგრამ 10 წლის შემდეგ ალბათ ვიღაცა ნახავს და აღმოაჩენს ამ ფილმს. ამიტომ დასკვლე რისკი იყო და ჩვენ ვიცოდით ეს ყველაფერი, რომელიც წარმოუდგენელია, მithumetes ფილმს ძალიან რთული გზა ჰქონდა დაფინანსება, ისე რომ არჩეული იყო მოსკოვის ცენზურა, რომ კგბ-ისთვის აგვე არა გვერდი, ამ დროს მოხდა თვითფრინავის გატაცება და გეგა კობახიძე რომელიც იყო მთავარი გმირი თორნიკე, უცებ აღმოჩნდა ესეთ საშინელ მდგომარეობაში და მე წლების შემდეგ ის კიდევაც დაიღუპა ციხეში. ანუ მონანიებამ გაიარა ყველა სირთულე, რაც შეიძლება ადამიანმა და ფილმმა განიცადოს კი საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ფილმი, რომელიც 84 წელს გამოვიდა და რომელიც იყო 40 წლის წინანდელ ცოდვებზე, ეხლა ძალიან აქტუალური აღმოჩნდა, იმიტომ რომ მგონი მომავალზე გადავიღეთ ფილმი. ასე რომ სიმბოლური 1984 ეს წარმოებსაც თითქოს ეპასუხება. კი, რაღაცა იცით ესეთ სიმბოლიკა, მე თავისთავად ლაგდება. ფილმმა დაალაგა თითქოს ყველაფერი და ამიტომ ეს რისკები რასაკურველი იყო პერიოდი, როდესაც თენგიზ აბულაძე საერთოდ დაპატიმრებას ელოდა და მან სახლიდან გაიტანა დისიდენტური ლიტერატურა. ეს ძალიან საინტერესო და ისეთი ფაქტი იყო, იმიტომ რომ მაშინ დისიდენტური ლიტერატურა იბეჭდებოდა უცხოეთში და ჩამოქონდა თხოვნა და მას ყოველთვის ეს ჩამოჰქონდა და სავსე ჰქონდა სახლი. და აი ხოთაშორის ეგეც საინტერესოა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ჩამოტანილი წიგნი ნადეჟდა მანდელშტამის მოგონებები. ნადეჟდა მანდელშტამი იყო ოსიპ მანდელშტამის მეუღლე, ოსიპ მანდელშტამი იყო ცნობილი რუსი პოეტი, რომელიც გადასახლებაში დაიღუპა და ამ ქალმა მისი ლექსები ზეპირად შემოინახა, რომ არ დაღუპულიყო ეს ლექსები და მისი მოგონებები იყო შვიდობიან საბჭოთა კავშირზე 37 წლის. ანუ არა გულაგზე, არამედ გარეთ ცხოვრობდა. ეს ისეთი საზარელი იყო, რომ მაშინ გავიგე რა იყო ყოფა საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ ჩვენები, ნუ მშობლებმა ნაკლებად იცოდნენ. ბებია ბაბუები ამას გვიმალავდნენ, იმიტომ რომ ინფორმაციული ვაკუუმი. გასაკურველი, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი საშიში იყო, ბავშვს მე ეს არ გაეტანა. ამიტომ მე ეს ყველაფერი გავიგე აი ფილმზე მუშაობის პერიოდში, ანუ ჯერ ნადეჟდა წავეკითხე, მე სოლჟენიცინი დავისწავლე და დავიწყეთ ადგილობრივი მასალის შეგროვება. ანუ ეს ყველაფერი არის ნამბობი ქართველი ქალბატონების მიერ, იმიტომ რომ კაცები დახრეტილები იყვნენ და ისინი იყვნენ ხალხისთვის ცოლები. და აი მათი ნამბობი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ესენი იყვნენ ხანდაზმული ქალბატონები. სიცოცხლით სავსე, იუმორით სავსე, რომლებიც 10 წელი იყვნენ გულაგში. და ამ გულაგმა კი არ გატეხა ისინი. პირიქით რაღაც უფრო დააფასეს სიცოცხლე და აი ყოველი წუთი და ყოველი წამი. ამიტომ სიამოვნებით მოდიოდნენ და გვიყვებოდნენ აი ამ დაუჯერებელ ამბებს. ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ თენგიზმა თქვა, რომ ეს უნდა იყოს ფანტასმაგორია. არანაირი ყოფითო, ეს უნდა იყოს რაღაცა არსად და ყველგან, არასდროს და ყოველთვის. აი ფილმს ასეთი სტილისტიკა იყო ასეთი, რომ არასდროს და არსად, მაგრამ ყველგან და ყოველთვის და აღმოჩნდა, რომ
თუმცა სოფლიოში ყველგან და ყოველთვის აიხლა ფეთქას რაღაცა ესეთი ტოტალიტარული ნიშნები. იმდენად ბევრ სიმბოლიკას ატარებს მონანიება, რომ რაც დავიწყეთ თეთრი კვადრატის ახალი სეზონი, მე მგონი ყველა თემას ერგება და ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე ყველა გადაცემაში. ბოლოს მახსოვს ქალთა სახეები ქართული კინოდან, ეს იყო ლაიტმოტივი და მთელი პალიტრა არის მონანიების შემთხვევაში და თითო ეს ქალი პერსონაჟი მიმოვიხილეთ, ერთმანეთს შევადარეთ, ძალიან ბევრი შრე და პლასტი აქვს ფილმს. თქვით ის რომ თენგიზ აბულაძე მზად იყო იმისთვისაც რომ შეიძლება დაეჭირათ, ხო? რა რისკებთან არის ზოგადად დაკავშირებული რეჟისურა და რატომ ისმის ხოლმე ხშირად ასეთი ფრაზა, რომ აი პოლიტიკა არაფერ შუა შეისხელოვანია. არის ხელოვნება პოლიტიკა თქვენი აზრით? რატომაც მე მგონია რომ არ არის ხელოვნება პოლიტიკა. და ვიცი რომ ძალიან ეწინააღმდეგება ეხა მოარულა ას რომ აუცილებლად პოლიტიკა. მე უფრო მგონია რომ ხელოვნება არის ზნეობა. და ეხლა რატომაც ვკითხულობდი კონსტანტინე გამსახურდია წევს ალექსანდრე აბაშელზე. რომ წერლობა არის განფენილი კეთილშობილება. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მისია არის ამ კეთილშობილების გამოტანა. ამ კეთილშობილება მხოლოდ ქვენაგრძნობებთან შედარებით ამოწყინდება ხოლმე, რომ ასე დრამატურგიას შემოაქვს უკვე აი ეს ორი პოლუსი, თორე რატომაც გონია რომ ეს არ არის პოლიტიკა და არასოდეს პოლიტიკურად არ ვაზროვნებ. შეიძლება მე არ მაქვს ეს ნიჭი. შემთხვევით რაღაცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი არის. საერთოდ ეს მარჯანიშვილის სიტყვებიც არაჩვეულებრივია, რომ ხელოვნების ერთადერთი დანიშნულება ხნეობა შემატოს ადამიანს. აი, მე მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოლიტიკაზე საუბარი. აქვს კი ეს ძალა რეალურად კინემატოგრაფს შეუძლია. ეს ძალა ყველაფერს აქვს. გარდაქმნას არ შეუძლია. ალბათ არაფერს არ შეუძლია, უბრალოდ თუ ხარ ხელოვნებისადმი მიდრეკილი, მაშინ ის შენ გაგაკეთილშობილებს ერთგვარად, მაგრამ გარდაქმნას, აი თუნდაც ახლა მონანიებაზე ძალიან საინტერესო იყო, რომ მონანიება მაშინ ძალიან გაიჟღერა საბჭოთა კავშირში. მაგრამ სახელმწიფოს არ მოუნანიებია. ამიტომ აღმოჩნდა ახლა ისევ ეს თემები ასეთი აქტუალური. სახელმწიფოს რომ მოენანიებინა, რომ შემდგარიყო ნიურნბერგის პროცესი, როგორც ეს მოხდა ნაცისტურ გერმანიაში, ვერ გაბედავდნენ ასე ამის ყველაფრის უცებ ამოტივტივებას. ანუ სახელმწიფომ არ დაუსვა ამას თავისი ვერდიქტი, რომ ეს იყო დანაშაული და ეს წყობა უნდა გასამართლებული ყოფილიყო. აი ჩვენ ახლა ამას ვიმკი. ვინ გააგზავნა ფილმი კანში? არა, ეს უკვე რუსებმა გააგზავნეს. მინდა გითხრათ, რომ მთელი პროგრესული და ინტელექტუალური რუსეთი, როდესაც ნახეს ეს ფილმი, ძალიან ცდილობდა, რომ მისთვის გზა გაეკაფათ და მე მქონდა მაგალითად შეხვედრა ელენ კლიმოვთან. ეს არის ძალიან კარგი რეჟისორი, ცნობილი რეჟისორი, რომელიც მაშინ იყო იმ კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დაპატიმრებულ ფილმებს უყურებდა და ათავისუფლებდა. და მას რეზოჩხეიძე ხო იყო ასეთი. კი, დაპატიმრებული ფილმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო და რეზოჩხეიძე მას კონტრაბანდით ჩაუტანა მონანიება და მონანიება იყო აკრძალული, მისი გატანა, გამოტანა და თავისი ფილმის ყუთებში ჩაალაგა. ანუ მისი ფილმი იყო მშობლიო ჩემო მიწა და მიდიოდა მოსკოვში რეზოჩხეიძე, რომ ლენინის პრემია აიღო ამ ფილმში. და მან თავის ფილმთან ერთად ჩადო მონანიება და გააპარა რუსეთში. და პირდაპირ კლიმოვს მიუტანა დარბაზში. ნუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთკაციანმა კომისიამ ნახა და კლიმოვი იყო თავმჯდომარე და იყო არაჩვეულებრივი რეჟისორი და აი მისი სიტყვები დღემდე მახსოვს, რომ ასე უთქვამს, რომ მე ჩემ სიცოცხლეს დავდებ რომ ეს ფილმი გადავარჩინო და ეს ფილმი ნახოს მაყურებელმა. ანუ ძალიან დიდი კეთილშობილება არის რეჟისორისგან. და შემდეგ მით უმეტეს კოლეგას ფილმზე საუბრობთ. ჩვენ ყველანი ეჭვიანები ვართ და ცოტა შურიანებიც ვართ, ამიტომ ამ თემაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. და ძალიან საინტერესო იყო მე ის სიტყვები, რითაც ის ცეკას მდივანი იყო ალექსანდრე იაკოვლევი იდეოლოგიის დარგში. და როგორ უმტკიცებდა მას რა სიტყვებით, რომ ფილმი აუცილებლად გაუშვათ. უკვე იყო მოსული გარბაჩოვი ფილმი, როდესაც დასრულდა გარბაჩოვი გამოსული იყო, თორე დაიწყო ბრეჟნევის დროს. და მან უთხრა იაკოვლევს, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ პოლიტიკური რუკა მსოფლიოსი შეიცვალოს, ეს ფილმი უნდა გაუშვათ. და ცივი ომი დასრულდება და აღარ იქნება ორი ბანაკი, სოციალისტური და კაპიტალისტური. ეს იქნება სასიგნალო რაკეტა, ეს სიტყვები მითხრა, რომ რაღაცა მართლა შეიცვალა საბჭოთა კავშირში და უკვე დასრულდება ეს ცივი ომი.
აი ისევ კონკურენციის თემას დავუბრუნდეთ. მახასიათებლები და ცოტა ბნელი მხარეები ამ პროფესიის და ზოგადად კინემატოგრაფის, რასაც ვერ ხედავს ესე მაყურებელი. ეს არის ფუფუნება და იშვიათი შემთხვევა, როდესაც კოლეგას ფილმი მიაქვს ადამიანს თან რაღაცა რისკების ფასად, იმიტომ რომ აფასებს და იცის რომ ეს არის გენიალური ნამუშევარი. რამდენად იგრძნობა ხოლმე ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა ამ სფეროში? და რატომ არის ხოლმე ამის დეფიციტი, იმიტომ ხშირად უსვამენ ხოლმე ამას ხას? ну დეფიციტი ახლა მოცარტი და სალიერი გავიხსენოთ ეს მოარული ის რომ შურს უნიჭოს ნიჭერის უფრო შურს ეს ჩვეულებრივი რაღაც არის და არაფერი ამაში ახალი არ არის და კაინი და აბელი გავიხსენოთ ბოლოს და ბოლოს ესეც ხო შური იყო ამიტომ ეს ჩვენში დებს უბრალოდ რაღაც უფრო მაღალი მიზანი თუ არის მნიშვნელოვანი აი შეიძლება ზოგჯერ გადადო შენი შური შენი წყალებში უნიჭობა და იბრძოლო იმისთვის, რომ აი კოლეგას ფილმმა გაიმაჯოს. ის თუ უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ღირებული თუ არა. ამიტომ მე ამაში დიდ ცოდვას ვერ ვხედავ, რომ ჩვენში დებს ბნელი და ნათელი მხარეები, უბრალოდ რომელ მხარეს მიაქცევ, ყოველ შენ თვითონ რომელს აღწევდი. ამიტომ ეს ჩვენ თვითონ ვართ ამის შემოქმედი. ხო, ფაქტობრივად ამ კონკურენციას შეუძლია როგორც განავითაროს ხელოვანი, ასევე დაადეგრადიროს, ხო, გააჩნია რომ გზას აირჩევს. შემდეგ ფილმს შევეხოთ იავნანამ რა. ფილმი, რომელიც არის ძალიან ატმოსფერული, ძალიან მშვიდი და ზოგადად სიჩუმეს განსაკუთრებული ნიშა აქვს თქვენს ფილმებში, ხო? აი სიჩუმე როგორც მაგრამ თქვენ როგორ ნარატივი. აი რას გვეუბნებით აი ამ დუმილით? მე ვფიქრობ, ჩვენ თუ ცოტა გავჩუმდებით და არ ვიხმაურებთ. უფრო მნიშვნელოვან აზრებს გავიგონებთ სამყაროსგან და უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. ანტენები უნდა ავწიოთ, რომ ეს გავიგონოთ და როცა ბევრს ხმაურობ, კამათობ, ყვირი ხარ, ხანდახან ვერ ის არ გესმის. და მთავარი ის გაიგონო, ის ჩუმი, ჩურჩული. აბსოლუტურად გენთანხმებით. მსახიობებს როგორ არჩევთ ფილმებისთვის? რა არის თქვენთვის მთავარი კრიტერიუმი? თითქოს წინსწრებით იცით უკვე ვინ ითამაშებს ამ მთავარ როლს, როცა სცენარზე მუშაობთ, პერსონაჟზე მუშაობთ თუ უკვე მზა სცენარს არგებთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც მოგნუსხათ და თვლით რომ აი ამან უნდა შეასრულოს. მე მგონია სხვადასხვანაირად ხდება ხა მე მახსოვს მონანიებას რომ წერდით, მე ვწერდი ვარლამს რამაზ ჭყიკვაძეს ტემპერამენტზე. მაგრამ მოვიდა ავტომახარაძე. ის ტემპერამენტი უკვე ჩადებული იყო. და ავტომ ეს იბრძნო რასაკლეს სრულიად სხვანაირი გააკეთა და გადაასხვაფერა, მაგრამ აი ეს რაღაცა ვიბრირებადი პერსონაჟი, რომელიც აი ესეთი ნიჭიერია, ყველაფერი შეუძლია და თან არის დიდი ბოროტება და თან არის ცინიკოსი. ცინიკოსი თან თითქოს მომხიბვლელიც არის, იმიტომ რომ შეუძლია იქ ლექსები, არიები, ყველაფერი შეუძლია და ამ დროს გიჭერს როგორ. ამიტომ სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე, მაგრამ როცა ვიღაცა ცოცხლა წარმოიდგენ, ის ძალიან გეხმარება, რომ ნამდვილი თვისებები წარმოაჩინა, ცოცხალი ადამიანი იყოს. და მე შეიძლება ის სხვამ გააკეთოს და უფრო მდიდარი გამოვლეს ის თავის თავს აძლევს იმაში და უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ბატონ ნანა, ხშირად ისმის ასეთი ფრაზა, აი ამ ფილმს ეტყობა, რომ რეჟისორი არის ქალი. მე პირად არ მომწონს მსგავსი დიფერენცია იგივე ლიტერატურაში, რომ აი ქალის წიგნი, ქალი მწერალი, კაცი მწერალია, რეჟისორი, რაღაცა ესე მიმაჩნია. თუმცა, მაინც ხშირად უსირებს ეს ფრაზა, რომ აი ეტყობა, რომ ქალმა გადაიღო. აი თქვენი აზრით, ქალის ხედვა, ქალის ესთეტიკა, რას სცენს ფილმს, აი ასეც, რაც ნიშანდობლივია და მაშინვე ხვდება თვალი, რომ ეს ქალის გადაღებული იქნება. რაღაცა საიდუმლოება აქვს თავისთავად ქალს, რომელიც ახლა რამხელა ის არის არა ქალის მისია, რომ ჩამოიყვანოს ადამიანი დედამიწაზე და მე მას გაყვეს ხო ცოტა ხანს მაინც და ასე ვთქვათ, მისი მეგზური იყოს. ეს კიდე რაღაცა სხვა არის. ჯერ ერთი ქალი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე. ამჯერ უფრო ბრძენი. შეუძლია თავისი აი საინტერესო რაღაცას მოგიყვებით ახლა მონანიებას რო ვაგროვებდით ისტორიებს ეს ხო სულ ზეპირი ისტორიებით არის ერთი ქალბატონი იყო ჩამოსული ბელორუსიდან მაშინ ეს ხო საბჭოთა კავშირი რომელიც დაიბადა გულაგში და 5 წლამდე ცხოვრობდა გულაგში დედამისთან ერთად და სულ იყვნენ ქალები იყვნენ ამ გულაგში იმიტომ რომ ეს იყო
ქალთა ბანაკი და იყვნენ უმთავრესად დიდი ხელოვანები, ბალერინები, მომღერლები, ოპერის მომღერლები, პოეტები, მწერლები და ესენი ცხოვრობდნენ თავის შვილებთან ერთად, აი რაღაცა საზარელ უდაბნოში, სადაც იყო მავთულხარდები ირგვლივ და ერთი პატარა ფოთოლი და ბალახი არცად არ იცდებოდა. და ეს ქალები ყოველ საღამოს თავის ბავშვებს უმართავდნენ კონცერტებს. ღეროდნენ, ცეკვავდნენ, ზღაპრებს უყვებოდნენ. და აი ამ ქალმა მიამბო, ეს ვინც პატარა იყო ამ გულაგში, რომ ესეთი ბრწყინვალე კონცერტები მე არსად აღარ მინახავს, იმიტომ რომ ქალები მთელ თავის შემოქმედებით აი ბრწყინვალებას აჩვენებდნენ, რომ ბავშვები ხეიბრები არ გასდილიყვნენ, სულიერი ხეიბრები. ამიტომ ქალს სხვა სიბრძნე აქვს კიდე, ის ყოველთვის მომავალზე ფიქრობს და შვილზე ფიქრობს. მას შეუძლია თავისი ასე ვთქვათ, პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა, ხანდახან ღირსებაც კი გადადოს, რომ ბავშვი გაზარდოს, რომ ბავშვი რაღაც არ მიეკაროს, რომ მოკლედ თავის სიამაყეს ის გადადებს ხოლმე შვილისთვის. ამიტომ უფრო ბრძენია ქალი. ამიტომ უფრო მრავალმხრივი არის ალბათ და უფრო სენსიტიური არის, უფრო მგრძნობიარე არის. გეთახმებით ამსაუბრეთ. მეგი არ გაგვინაწყენდებიან. ჩვენ მაყურებლებმა მოკაცები. ქალბატონ ნანა, რამდენად არის თქვენი პირადი ცხოვრების და ზოგადად ავტობიოგრაფიის არეკვლა თქვენს შემოქმედებაში? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი ფილმების პერსონაჟები თქვენ არ გვანან, შესაძლოა სხვანაირი ხასიათი გაქვთ, ისინი სხვაგვარები არიან, მაგრამ აი სად ირეკლება მაინც ნანა ჯანელიძე? ალბათ ყველაზე მეტად ოჯახი იყო ასეთი ფილმი. სადაც ერთდროულად ლიკა ქავჟარაძე ულამაზესი და შემოქმედებითი ჯგუფი არის გენიალური. ვერიკო, რომელიც ბოლო როლი იყო და რომელიც კომედიანტია იქა და ძალიან მოეწონებდა, რომ დატო არ ვითამაშე ბევრი კომედიები, საოცრება იყო. და ეს იყო ერთი ოჯახი, სადაც ერთდროულად ცხოვრობდნენ 4 თაობის ადამიანები, ეს როგორც ქართული ყოფა, ეხლა უკვე ნაკლებად არის, მაგრამ ბებიები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და აი ეს რაღაცა ყოველი წუთი ქაოსი, ცხოვრება, არეულობა, მუდმივი რაღაცა პატარა ჩხუბები კინკლავება, მაგრამ მაინც მშვენიერი, იმიტომ სიცოცხლე ჩქეებს იქა. და ეს იყო ქალთა სამყარო, ფაქტობრივად ქალთა სახელმწიფო, იმიტომ კაცი დილიდან გარბის სამსახურში და ქალებმა უნდა ზიდონეს ჭაპანი. და მე დაახლოებით ეგეთ ოჯახში ვიყავი და ამიტომ დღემდე მიყვარს, თუმცა ბევრი ხალხი და ბევრი თაობა არის ერთ ჭერქვეშ. ამას აქვს ასე ბევრი მინუსი, მაგრამ ბევრი პლუსიც და საერთოდ ეს ერთობა არის არაჩვეულებრივი, როდესაც შვილიშვილს აქვს საშუალება ბებიასთან ერთად იყოს, იმასთან ერთად იაროს კინოში, იკითხოს ზღაპრები, იმიტომ რომ დედებს არ ძალიან თხობდნენ. და ეს ინსტიტუტი, საერთოდ ბებიობის ინსტიტუტი საქართველოში საოცარი იყო. ეხლა ნაკლებად არის ალბათ, მაგრამ აი ჩემი ბავშვობა ესე არის ბებიებში არის გატარებული და ამიტომ ეს ყველაზე მეტად აირეკლა ამ ფილმში. ვერტოლუჩის სიტყვები მახსენდება ფილმიდან მეოცნებენი პერსონაჟები ამბობენ, რომ ყველა სხვის მშობელი გონია უკეთესიო, მაგრამ ბებია და ბაბუა ყველას თავისი გონია საუკეთესო და ეს ნამდვილად ასეა. ქალბატონ ნანა, ახლა რაზე მუშაობთ, რა პროექტი ელის მაყურებელს მომავალში? ეხლა მუშაობ დოკუმენტურ ფილმზე, მაგრამ მოდით ჯერ ნუ გავამხელ დოკუმენტურ ფილმზე ერთ ადამიანზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის და აი იმაზე ვმუშაობთ ახლა. 45 წლის 29 დეკემბერს მოსკოვიდან თბილისში მამაჩემი უნდა ჩამოსულიყო. მთელი ნათესაობა გავედით სადგურზე მის დასახვედრად. მატარებელი ჩამოდგა. ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა დოკუმენტური კინემატოგრაფი, თითქოს აი რაღაც ავთენტურ ისტორიებს დაიძებს უკვე მაყურებელი ამ კომერციული კინოს სამყაროში, ავთენტურს ეძებს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა უფრო პოპულარულია და უფრო ფასობს დოკუმენტური? ეხლა განსაკუთრებით, კი. ეს ხოთშორის არის ასეთი დიდი ფესტივალი IDFA ქვია ნიდერლანდებში.
რომლებმაც აი ისე წარმოაჩინეს დოკუმენტური ფილმი, რომ ხალხი დოკუმენტურ ფილმებს უკვე უყურებს კინოთეატრებში. მხატვრულს კი არა კინოთეატრებში დადიან და ძალიან საინტერესოა. და აქაც სხვათა შორის აი თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა ძალიან განავითარა ეს გემო მაყურებელში დოკუმენტური ფილმის ყურების და მით უმეტეს რომ ეხლა ძალიან მძაფრი გახდა რა სამყარო და აი ჩვენს თვალწინ არის ომები, რაღაც ეს გარკვეული სოციალური თუ კულტურული გარდატეხები. ამიტომ ბევრმა დაიწყო ამის გადაღება და ხანდახან ეს უფრო საინტერესო არის ვიდრე აი რაღაც ესეთი მოგონილი ამბები. და თუნდაც ახლა იგივე მონანე ფაქტურად დოკუმენტურ მასალაზე არის, ისევე როგორც ლიზა დოკუმენტურ მასალაზეა. ასევე ვაგროვებდი დოკუმენტურ მასალას გალუბის რაინდები, იქაც ესე დღიურები არის გამოყენებული და იცი ცხოვრებაზე უფრო დიდარ მასალას ვერავინ ვერ მოგცემს, თუ ცხოვრება არის ყველაზე დიდი დრამატურგი ფაქტიურად. აუცილებლად მინდა გკითხოთ, იმიტომ ყოველთვის მაინტერესებდა თქვენი ქალიშვილი თამაშობს პატარა ქეთოს იაბნანაში. ახლა რა პროფესიის არის? საინტერესოა, ეს ოჯახში გაზრდილი, სადაც კინოს კულტია, თავად გაყვა თუ არა ამ პროფესიას? არა, ორივე შვილი გაყვა არქიტექტურას, ხოლო შეს უფროსიც თამაშობს ოჯახში, ეს პატარა ბიჭს, რომელიც ვერიკოს ეჩხუბება. მაგრამ რაღაცა ეს იყო ჩემი ეთყო ძალიან მყარი გადაწყვეტილება რომ არც ერთი არ უნდა გაყვეს კინოს, იმიტომ რომ რა ვიცი რთულია ეს კი ორივე არქიტექტორი არის. რთულია იმ მხრივ რომ ან გამოგივა ან არ გამოგივა. საერთოდ ყველა პროფესია ესეთია, მაგრამ რაღაცა ესეთი არის იაფასიანი რაღაცა, როდესაც რეჟისორის შვილს რეჟისორობა უნდა არ არის სწორი რაღაცა ამაში და ამიტომ თან გარკვეული ჭდილიც ექნებოდა და ეს ალბათ სტრესი იქნება. ჭდილი არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ჯობია რომ თვითონ გაიკლავონ გზა, დამოუკიდებლად, რაღაცა ესე ფიქრობდი მაშინ. უხმესი მადლობა, რომ გავით ჩვენი მასპინძელი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და შემდგომ უკვე ახალ პროექტზეც თეთრ კვადრატში ვისაუბროთ. დიდი მადლობა.